გამარჯობა ჯემალ ბაბუ. რამდენი წლის ბრძანდები? 92. შენ ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს. რომელ წელს დაიბადე? 1933 წელს. 7 იანვარი. 7 იანვარი. ხო, შეგიძლია რამე გაიხსენო შენი ბავშვობიდან? როგორ ყველაფერი. ცხოვრობდი ჭიათურაში. სოფელ ჯოყოვეთში. 8 წლის ვიყავ მდევი კარტი. წამოვყევ მატარებელს და ფოთში ამოვყევ თავი ღამეში. დევწყე დილ და წამომიყვანენ ბათუმში ქალებმა, რომლებიც იყვნენ პატიმართან სანახავად. ჯარიდან გამოქცეული პატიმარი იყო 10 წელი მისილი ჰქონდა. ხალხთან თედორაძე. აჰა. ჯოჭველი. მას უნდა ამ ქალს რომელმაც მომიყვანა მისი შვილები დამხმარებოდი და ემეზარდა მე უფრო ვიყავ 8 წლის, უშევი მას ყავდა 3 და 4 წლის. და მე ხმარება ვადგან კაცი ჯარში ყავდა, ციხეში ყავდა, რომ მიყვანა თედორაძემ არ მინდა მე სხვისი ბუში რა იყო მე არ ვიცოდი სიტყვა. გაგონილი არ მქონდა. ადგადა წამომიყვანა უკან. ბათუმში ჩამოვედ პირველად ეს დანამესთან მოხდებოდა ბათუმში ჩამომიყვანა არ დევე მორჩილი. ხალხის უცხოანაირ ფორმაში იყო. ჩოხაშავრები, ხალხის ნახევარი, დანები ჩამოკიდული, ხაროჭოღელები და ყაბალახი თავში. ქალები ჩადრებში ასეთი რამე არ დიმენახია ბურდა შემეშიდა და დევწყეთილი და გრიგოლი იყო მასწავლებელი. დიასამიძე, უანელი. მას დაღავდა გათხოვილი სიმონეჩის შურა ბეჯანიძე. ცხონებული არიან მაგინი ახლა. იმან ეს ყველაფერი ახედა და ამ ქალს უთხრა, ეს ბუში ვისიაო, რატომ არ გიმორჩილებო? ეს ვნახეო. კაცი ციხიდან გამიიქცა, ჯარიდან 10 წელი მიიღო. ახლა შენ ბუში მოპარვა დაგეწდება და 10 წელს შენს მიიღებო. ბუში მინიციაში მიუყვანო და დახელწილდიო. მიიყვანა და ახელწილდა და მერეწი მიყვანა ჯოჯოში. ჯოჯოში არ მიღენ. ის მახოში მასწავლებელი იყო გრიგოლი. ჩვენზე ადრე გამოვიდა სოფელში. და სადაც მე გევიდა და იმ სახში გურად იყო. თუ მაშინ ნახირეები მასწავლებლები იყვნენ შაბათი ვიდიოდენ, უშევად მოდიოდენ. და უთხრა იმ მოხუცი რომ მოხუცი ავატყოფი კაცი იყო. თავმჯდომარე იყო და გემში მაგრამ ნავზე გადავარდა და იმაში ცხინვალში ამეიგანდა მაისის ვეში. დაულარდა ესა და თავმჯდომიდან გაანთავისუფლდა. ამ კაცმა გამომიყვანა და ბაბიო შვილი ბიჭი მოგიყვაო. მე განა გრიგოლმა მიმახარობდა მიიყვა სახში და ტანზე შუუწვალ და საწმენდია ჭამეთ. მაიკიტა ტრუსეკით ვიყავი. მატარებელზე რამ მიყვანა უბედურმა დეიდა იმუშობდა მატარებელზე და გადაცხადი ხან წამოგვარდა იმით მოუწყვილდი. და მაკიდან წევდა ისტორია ახლა მეორე ვეღარ მოყვეო. მერე მოგცეს გვარი? კი მაგრამ მატარებელდა ხინალე წამიყვანენ. ტექნაშოღლი იყო დუშუმბიძე. იმან რამდენი წლის იქნება მე ვუთხარ, რამდენი წლის იქნება არ ვიცი უთხრა. მე ვარ უთხარი 8 წლის. ზუსტად 8 წლის უთხარ სკოლაში დავდიოდი კლასში. ერთი შეკითხვა ახლა ბაბუ და რატომ სახლიდან რატომ წამოდიდა დეიკარქე? დედაჩემს წამოვყევი. ბაზარში რაღაცა. ახლა იმიტომ ისტორია დიდია. 6 წმიდან ერთმა დაბრუნდა უკან, კერჩი დაიღუპენ ყველა. მაშინ გრუნდა დაღუპილია. მოძებადე მიხეილე ჭიათურაში გამოკვილია. მაგალი პრემია მიღებულია დედაჩემს. ხოდა ბიძაჩემი დაბრუნდა ფეხმოჭიდი. 5 ძმა ომში დატია ფრონტზე. მან დაბრუნდა ფეხმოჭიდი დაეკნა. ხოდა დაიწყო დოქების ამფერმების კეთება და დედაჩემი და გამოსული ქალი ყო შენ გაყიდო. ჩამეიტანა ზესტაფონში ყიდ და წამოვყევი. ეს დავდიექ მატარებელი. აქ რომ მიგიღეს შვილად გვარი მოგცეს, მერე იქ ქონდა შეხება შენს ნათესავებთან? დედა ნახე, დედა. 23 წელიწად არაფერი არ ვიცოდი მე. აჰა, 23. მარტო ვიცოდი დედაჩემის სახელი, მამაჩემის, დის, ძმის, ძმადავდია 1 წლის. შეხერა ისტორია. აკვანში. ხოდა ეს ლევანა მიწოდა იმ გრიგოლაი. ხომ დასთან დადიოდა სიმონ შულასთან. ლევანს ელაპარაკა და ლევანმა ყველაფერი დაიწერა.
63 წელში ჯაიდან დაუბრუნდი 57 წელში გადავწყვიტე წავალ ჩემ კუთხეში ხომ მე ვიცოდი მაგრამ ამათი მეხათრებოდა ვინც ხამამდე ვინც აქ გაგზარდა უკვე ხო გვარი მოხდა ახლა რომ მენახა დედა მამა ვიცოდი არ იყო დედა რომ მენახა ამათ ხომ გულ დაწყდებოდნენ მაგრამ მაიწევედი წევყვა მოჯაღის სიძე უთხრა ჭიათურაში ნაწევდე წამოვიდა წევედი რომ მოვედა სოფელში შევედით მჯოყოვეთში არც ცეთი ჩემი ნაცნობი არაა ბიჭო არც ბიძაშვილები არც დეიდაშვილები 7 დეიდა მყავდა დეიდები ბაბუა ღიმებში ცხოვრობდა იქ დავდიოდი დეიდები ცნობდნენ ვინ მიარა გევკითხე და კაც სახსა შეიძლება ვიღაცა კაცი და მისეძე ბიდიავის მაგენი გაასახლე ნუ ბიჭო გასახლება მე ვიცოდი აქაც მოხდაო 40 კაზაკეთში წევდნენ გულგაწყვილი წამოეუკან ვერ ნახე ვინმე რომ გასაუბრებული ყავს წამოვედი ამ სიძე მეუბნება ვისვედებ არა მაი შენ საქმე უთხარი არ მეცქვა კაიყო მეცქვა ამას ვეძებ არ დაშავდებოდა არ უთხარი წამკე უთხა წავედით ჯარის სამხანაკს ვეძებოთ ესე ვეუბნებოდი რომ ჩამოეთაკა დავწერე წელი რადნოი უზბეკისტანში სოფლის ცხოვრება ხომ იყო გიმახსოვრებიან გაზეთები დედებოდა დავწერე და რედაქციაში გოუშიმაკი თბილისში ჩემი ბიძაშვილის ქალი თურმე მუშაობს ეს ნახა ბიჭო ეს წელი არის წელი ვაჯიბეში ევდა დედა ჩემს უთხრა ხალხში გენადი ვნახეთო შენ გენადი ვნახეთო და რა ნახე აგე წელი ბათუმში ცხოვრობდა